ქრისტიან დემოკრატებმა მხარდამჭერებთან ერთად ევროპის მოედნიდან თბილისის საკრებულომდე მსვლელობა მოაწყოს პროტესტის ამ ფორმით დემონსტრანტები ევროპის მოედნისათვის სახელის გადარქმევას და მისთვის 1100 მოწამის სახელის დარქმევას მოითხოვდნენ. ამ მოთხოვნით ფრაქცია ქრისტიან დემოკრატებმა უკვე მიმართეს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას მოთხოვნას საკითხის სახით ქრისტიან დემოკრატების წევრები საკრებულოს უახლოეს ხტომაზე დააყენებენ. დღევანდელი მსვლელობა ეძღვნება 100 ქართული სცენების დღეს, რომელსაც სულ მალე აღნიშნავს საქართველოს საზოგადოება და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენ ქრისტიან დემოკრატებს ამ მსვლელობით გვინდოდა გამოგვიხატა ერთის მხრივ პატივისცემა ამ ადამიანების მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ გაგვეჟღერებინა საკუთარი მოთხოვნა და ინიციატივა, რომელიც ეხება იმ ადგილას, სადაც ეს მოვლენა აღესრულა უპრეცედენტო მაგალითად მსოფლიო ისტორიისათვის, ეწოდოს 100 ქართული სახელი. ამავე მოთხოვნით უკვე მივმართეთ შესაბამის კომისიას საკრებულოსის, სახელდების და სიმბოლიკის. ამავე საკითხს უკვე პოლიტიკური განცხადების სახით ჩვენ გავაკეთებთ საკრებულოს უახლოეს ხტომაზე. ქალაქს აუცილებლად სჭირდება რომ კონდეს ევროპის მოედანი და ესეც ამაზეც ჩვენ ასე ვთქვათ შეთანხმებული ვართ რომ ევროპის მოედანი უნდა იყოს თბილისში. ბუნებრივია ვთვლით რომ აი ეს სახელი ევროპის მოედნის სახელი უნდა დაერქვეს ეგრეთ წოდებულ ვარდების რევოლუციის ასე ვთქვათ მოედანს. იმიტომ რომ ისტორიაში არ შეიძლება 1 და 2 წლის მანძილზე შეაფასო წარსული. ყველაზე უპრიანია ჩვენი საზრით რომ ეს სახელი ევროპის მოედნის სახელი დავარქვა ჩვენ დღევანდელ ვარდების რევოლუციის მოედანს.